სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. დღეს ჯვრის თაყვანისცემის კვირაა იცით და ალბათ ჯვარზე უნდა ვისაუბროთ, ქრისტეს ჯვარზე. თუმცა ხშირად გვითხოვს ალბათ ეს, რომ შეუძლებელი არ გვეთქვა ის, რომ ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი. ჯვარი საიდუმლოებაა და ქრისტეს ჯვარი საიდუმლოებაა. აქედან გამომდინარე, უფრო სწორედ ზოგადადაც შეიძლება კიდევ ვთქვათ, რომ ადამიანის ტკივილი განსაცდელი ასევე საიდუმლოებაა, იმიტომ რომ განსაცდელმა ტკივილმა ტანჯვამ არ აქვს თითქოს არჩევანი, ესე რომ შევხედოთ. ადამიანია კეთილია, ბოროტია, სწორად ცხოვრობს, არასწორად ცხოვრობს და ასე შემდეგ. მორწმუნეა, ურწმუნოა, ყველას განსაცდელია, ყველა იტანჯება, ყველას აქვს თავისი წილი და თავისი სიმძიმის ჯვარი. რაიმე კანონზომიერება აქ არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ამასოფლიური ლოგიკით და აი მასშტაბებით, რომელსაც ეს სამყარო ქვია, აქ ესეთი ლოგიკა არ ჩანს. ხოლო ქრისტეს ჯვარი, ანუ ღმერთი, რომელიც მოდის ადამიანად და ჯვარცმულია, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა ჩვენი მენტალობისა და ჩვენი ლოგიკისათვის. ეხლა ჩვენ ქრისტიანები ვართ და დავიბადეთ ამ გარემოში, ამ წიაღში, ამიტომ ჩვენ მოგვეცა ეს როგორც მოცემულობა. აი როგორც მოგეცემა თქვა დედა, მამა, სამშობლო, ენა, თქვა გარკვეული კულტურა და ასე შემდეგ. აი ესე მოგვეცა ჩვენ უდიდეს უმრავლესობას, ესე მოგვეცა ქრისტიანობა, ასე რომ ჩვენთვის ცოტათი იოლია, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სხვა გარემოში, სხვა კულტურულ გარემოშია გაიზარდა, დაიბადა, ხო? ხოცებ აბოთვილელი მაგალითად. წარმოიდგინეთ. მუსულმანისათვის ძალიან რთულია წმინდა სამების აღიარება და არანაკლებ რთულია განკაცებული ღმერთი და ისიც ჯვარზე მომკვდარი. წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოჩნდებოდით ჩვენ რომ სხვა კულტურულ, სხვა სოციალურ, სხვა რელიგიურ გარემოში დაავადებულიყავით. იმიტომ რომ აქ მარტო იმაზე არ არის კიდე საქმე, რომ თქვათ ადამიანად მოსული ღმერთი მოვკალით ადამიანებმა. აქ მარტო ამაში არ არის საქმე. გასაგებია მოვკალით, იმიტომ რომ ჩვენ მოგვაკლეინა თავი, არ დაიცვა თავი ჩვენგან და გამოაშკარავა ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად ჭეშმარიტებისადმი და სიწმინდისადმი, ღმერთისადმი. იმიტომ რომ ჯვარცმა რომ არ მომხდარიყო, ჩვენ მაინც სადღაც გვეგონებოდა ჩვენი თავი არც ისე ცუდნი რო ვართ. ადამიანები ვართ და ეხლა ცუდიც აგვაქვს, კარგიც, მაგრამ თლაცუდები ხო არა ვართ, მაგრამ აი მოხდა ისე რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად და თლაცუდები, ამაზე ცუდი რაღა უნდა იყოს, როდესაც სრულყოფილ სიწმინდეს, სრულყოფილ სიყვარულს წაეტანები და ძაღლივით მივესიეთ და დაუგლიჯეთ და მოვკალით. ეს ძაღლს მე შემთხვევით არ ვახსენებ, ფსალმუნის სიტყვებია გახსოვთ, როგორ წინასწარმეტყველებს დავით მეფსალმუნე უფლის ჯვარცმას, რომელსაც ესე ძაღლებივით მივესივეთ. ანუ მარტო იმაში არ არის საქმე, რომ თქვათ მოვკალით, არამედ როგორ მოვკალით. არსებობს, თქვათ, სიკვდილის დაჟის სხვადასხვა მეთოდები, თქვათ, იგივე თავის მოკვეთა არსებობს. გახსოვთ, როგორ არის რომის მოქალაქეს ჯვარს არაცვავდნენ რომაელები. პავლე მოციქული რომის მოქალაქე იყო და თავი მოკვეთეს. პეტრე მოციქული არ იყო რომის მოქალაქე და ის ჯვარს აცვეს. იმიტომ რომ ჯვარცმა იყო ადამიანის ღირსების შემლახველი. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით ისტორიაში, ევროპის ისტორიაში განსაკუთრებით, უფრო ცნობილია ჩვენთვის ეს მაგალითები, როდესაც ადამიანები აშაფოთზე აღესრულებოდნენ თავის კვეთით და ეს იყო მათი გმირობის კიდევ ერთი ბეჭედი, შეიძლება ასე ითქვას, გამოვლინება და საოცარი ღირსებით აღესრულებოდნენ, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა თავის სიტყვის თქმის და
აი ესე უშიშრად მიდიოდნენ და თქვათ თავიანთი სიკვდილით კიდევ უფრო მაღლა წევდნენ თავიანთ ავტორიტეტს. და ეს ხდებოდა იმიტომ, რომ თვითონ თავის მოკვეთა, თქვათ ამ შემთხვევაში თავის მოკვეთა ეშაფოძე გელიოტინაზე ნაკლებად ტკივნეული, ალბათ საერთოდ ტკივნეული არც არის, თუ ეს ძალიან მაღალ დონეზე პროფესიულად კეთდება და ჯალათები იყვნენ პროფესიონალები. ადამიანი საერთოდ ვერ გძნობს ტკივილს ამ დროს. და ეს იცოდნენ ძალიან კარგად, ამიტომ ტკივილის შიში არ ქონდათ, მაგრამ სამაგიეროდ ბოლო წუთები და ბოლო წამები მათ ქონდათ შესაძლებლობა თავიანთი ღირსების უფრო მეტად დემონსტრირებისა. ზოგს ეს ღირსება ვლინდებოდა სამშობლოს სიყვარულში, მეფის ერთგულებაში, ღმერთის ღვთისადმი ერთგულებაში. სხვა სასჯელია ჯვარცმა. ჯვარცმის დროს ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში აწამებენ. მერე მართლაც აი როგორია ხო მიალურსმავენ ადამიანს თითქოს წერი იყოს. დიდი ხნის განმავლობაში კიდე ამ ჯვარზე ეს ადამიანი იტანჯება, მისი ფიზიკური ძალები და ფსიქოლოგიური ძალები იშრიტება. ის უკვე კარგავს იმ ხნეობას და ხნეობასთან ერთად იმ გამოვლინებებს, რომელსაც აი ფსიქოსომატური ხნეობა ჭირდება და აქედან გამომდინარე შეიძლება გარეგნულად უკვე შევხედოთ და მოგოჩვენოს, რომ მან თითქოს ღირსებას დაკარგა. და აი ესე ნელა-ნელა გასაცოდავებულია, საცოდავი ხდება. ამიტომ და რადგან ხდება საცოდავი, ჩვენ ვიცით ადამიანის დამოკიდებულება გმირი მოსწონს და გაუბედურებული საცოდავი, ცუდი სანახავი, აკვი აღარ მოსწონს ადამიანს. ამიტომ რომაელები აი ამ ბოლო შესაძლებლობასაც კი ართმევდნენ თავიანთ მტრეებს და ავაზაკებს, რომ ეს რაღაცა ღირსება წაერთმიათ წინა სასიკვდილო და საცოდავნი, საზიზღარნი ყოფილიყვნენ ადამიანებისათვის, რომლებისადმი შეხედვაც კი არ უნდოდათ. აი ჯვარცმა არის აი ესეთი სასჯელი სიკვდილისა. და აი ქრისტე სწორედ აი ამგვარად მოიკლა. არასხვანაირად არა ამგვარად. რა თქმა უნდა, ეს განაჩენი კაცობრიობამ გამოუტანა, მაგრამ იგი ღმერთია და მას საღვთო განგებულებით, ხო იცით როგორ არის, საღვთო განგებულება ისე ერევა კაცობრიობის ისტორიაში და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, რომ არ ლახავს რა ადამიანის თავისუფლებას, ამავე დროს იქმს რასაც უნდა, მოდი ესე ვთქვა. ამიტომ მას შეეძლო ისე წარემართა თავისი მიწიერი ცხოვრება, რომ იგი სხვანაირად აღსრულებულიყო. მაგრამ აი ესე ამგვარად ინება მან აღსრულება. და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ბადებს ჩვენში რაღაც ისეთ ლოგიკურ წინააღმდეგობას, რომ მოკვდა ისე რომ თითქოს საძულელ კაცთა იქნა თან ავაზაკთა შორის შეირაცხა. და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ლოგიკურ, მენტალურ პრობლემას გვიქმნის. და ამიტომაც იყო, რომ ძალიან ბევრი ადამიანები სწორედ არიღებდნენ ქრისტეს ამის გამო, ქრისტიანობას. დღესაც მრავალი ადამიანი არიღებს ამის დაგვრცინოდნენ საუკუნეების განმავლობაში, თან გონიერი ჭკვიანი ადამიანები დაგვრცინოდნენ, როცა ჩვენ ჯვარცმულ უფალზე ვსაუბრობდით. თუმცა შემდგომ პავლე მოციქული ამბობს, ხო რომ მე კი აღარ ვცხოვრობ, არამედ ჩემში ცხოვრობს ქრისტე და გულში არავინ მყავს გარდა იესოსის და ისი ჯვარცმულისა. პირიქით, შემდგომში ქრისტიანისათვის, აი პავლე მოციქულის მიმბაძველობით, ჩვენთვის სწორედ ჯვარცმული ღმერთი, უკიდურესად დაკნილებული, დამცირებული, უკიდურესი კენოზისი, ანუ ღმერთი უსასრულო სიდიადე და ჯვარცმა უსასრულო შეურაცხყოფა ადამიანისა, პიროვნული არსებისა, უსასრულო შეურაცხყოფა. აი ეს უზარმაზარი დიაპაზონი გახდა სწორედ ის, რის გამოც ჩვენ შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი სიქადულის მიზეზი, საფუძველი, რომ აი ჩვენ ესეთი ღმერთი გვყავს. და არა მარტო ეს არის სიქადულის მიზეზი, რომ ჩვენ ესეთი ღმერთი გვყავს, არა. ეს რა იქნებოდა? ნუ ჩვენ ესეთი ღმერთი გვყავს, არა. ქრისტიანის ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ესეთი ღმერთი რო გვყავს, ჩვენ ესეთ ღმერთს ბოლომდე მივყვებით. ბოლომდე. ამიტომაც ვატარებთ გულზე ჯვარს. არა იმიტომ რაღაც ისე ორდენივით, ეპოლეტივით რაღაც აი ნიშანი ქრისტიანი ხარ, არა. იმის ნიშნად, რომ ჩვენ ბოლომდე მზად უნდა ვიყოთ მივყვეთ. აი ჩვენი ღირსება. ანუ ის რაც ღმერთმა ჩვენთვის გააკეთა
და ჩვენი ხელით მოვკალით, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ იმაზე უკეთესები არ ვიყავით, ვინც ეს გააკეთა, აი დღეს ჩვენ მოვეგეთ რა გონზე, თუ მოვეგეთ, თუ არ მოვეგეთ, არ მოვეგეთ. აი თუ მოვეგეთ გონზე, მაშინ ჩვენ მას ბოლომდე უნდა უერთგულოთ და ჩვენთვის ეს ღირსება გახდა. ამიტომ ქრისტიანები უცნაური ხალხი ვართ, აქედან გამომდინარე. ამიტომაც პერიოდულად ჩვენ დაგცინოდენ, ეხლას დაგცინიან და დადგება ჟამი, როდესაც მსოფლიო მიხვდება, რომ არ შეიძლება ეს ცალ-ცალკე ცხოვრება, უნდა გაერთიანდნენ, მაგრამ გაერთიანდებიან მიწიერი კომფორტის, მიწიერი კეთილდღეობის ნიშნით, მშვიდობა და უსაფრთხოება, როგორც პავლე მოციქული ამბობს, აირჩევენ აი ამ მიწიერი უსაფრთხოების, სიმშვიდის და კომფორტის აღსრულებელ ადამიანს, რომელიც იქნება ანტიქრისტე და ჩვენ აი ამ საზოგადოებაში აღმოჩნდებით ყველაზე სასაცილო, ყველაზე საზიზღარე ადამიანები, რომლებიც რატომღაც უარს იტყვიან მათთან ერთობაზე. უარს იტყვიან მათთან ერთობაზე, იმიტომ რომ ამ ერთობის საფუძველი მარტო მშვიდობა, უსაფრთხოება და ამ ქვეყნიური კეთილდღეობა კი არ არის. არამედ ამ ერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის ადამიანი ვითარცა პირუტყვი. და ჩვენ ამაზე უარს ვიტყვით. ჩვენ ამაზე უარს ვიტყვით და ამ დროს არგუმენტად და ავტორიტეტად წარმოვაჩენთ ჯვარცმულს და მოკვდებიან სიცილით. დაგცინებენ და თუ ჩვენ ზედმეტად ხმას ამოვიღებ, ჩვენც მიგვალურსმავენ. სიყვარულის, მშვიდობის და უსაფრთხოების სახელით. ეს დრო შორს არ არის, შეიძლება ჩვენ ვერ მოვესწროთ, შეიძლება მოვესწროთ, მაგრამ ეს დრო საბოლოო ჯამში შორს არ არის, უყურებთ რა ჩვენ კაცობრიობას, თუ რა დღეშია ის. აი წეგან ვახსენე ჩვენთვის ავტორიტეტი ქრისტე. საერთოდ აქ ერთი პრობლემაა კიდე. არსებობს ორი უკიდურესი მიმართულება, თქვათ, ადამიანის აღზრდელობაში, შემეცნებაში, განვითარებაში, სხვადასხვა სიტყვები შეიძლება გამოვიყენოთ, ეხლა ვერ ვაყალიბებ ზუსტად. ანუ ადამიანი ორი უკიდურესობა, ერთი უკიდურესობა, როდესაც ადამიანები თვლიან, რომ აუცილებლად უნდა ყავდეთ ხილული ავტორიტეტი, რომელსაც მიბაძავენ. ასე იქმნება მრავალი რელიგია, მრავალი სექტა, ტოტალიტარული სექტა განსაკუთრებით, აი გურუს ინსტიტუტი. როცა ადამიანი ხდება ვითარცა ღმერთი და მისდამი მორჩილება, მისი სიტყვისადმი მორჩილება არის შეუვალი, იმიტომ რომ მას შეუვალი ავტორიტეტი აქვს. ასე იქნება ტოტალიტარული სისტემები, დიქტატორის ტიპაჟი, ხო? ყოვლის მყრობელი, თქვათ, ხელისუფალი, რომლის არანაირი ქმედება, თქვათ, რევიზიას არ ექვემდებარება, ასე იქნებოდნენ ნახევრად ღმერთი იმპერატორები რომის იმპერიაში. აღმოსავლეთში, ჩინეთში, იაპონიაში და ასე შემდეგ. ანუ ავტორიტეტი. და ავტორიტეტს ქმნის არა მარტო ის, რომ ადამიანებს სურთ ავტორიტეტს ჩაებღაუჭონ, იმიტომ რომ თავისუფლება ძნელად სატარებელი ტვირთია მათთვის. არამედ თვითონ ადამიანის დაცემული ბუნებიდან გამომდინარე სურვილი და წყურვილი ძალაუფლებისა. და ვინც მეტად ნიჭიერია მიმართულებით, ის აღმოჩნდება ლიდერი დანარჩენების ცხოვრების მდგომარეობაში, ოღონდ ამ შემთხვევაში არაქრისტიანული გაგებით და ვღებულობთ აი მას, რასაც ვღებულობთ. ეს მდგომარეობა საყოველთაოა კაცობრიობისათვის და რაც ყველაზე საშიშია და საშინელია, მას შემოღწეულია ქრისტეს ეკლესიაში. აი მაგალითად, ყოფილა შემთხვევები ჩვენს უახლოეს, თქვათ, ისტორიაში, როდესაც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, როცა რომელიმე ადამიანი გავიდა სქიზმაში, ანუ ზურგის შეაქცია დედა ეკლესიას, ამ შემთხვევაში დედა ეკლესიაში მე არ ვგულისხმობ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ქრისტეს მისტიურ სხეულს მთლიანად, სოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას, ზურგის შეაქცია, რაღაც თავის პრინციპები აქვს, ეხლა ადამიანი ლოგიკურად ყოველთვის ცდილობს, რომ დაასაბუთოს თავისი ქმედების სამართლიანობა. და ადამიანები მიყვებიან ვითარცა მართლა ცხოვრები. ოღონ არა ქრისტიანული გაგებით, არამედ საშინელი გაგებით. ამის მაგალითები ხა მე ვოლთ არ დავასახელებ სახელებს, თქვენ ძალიან ბევრი მათგანი ალბათ იცით და თუ არ იცით ძალიან ცუდი უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენს უახლოეს წარსულში რა მოხდა და რა შეიძლება გვემუქრებოდეს.
ეს როცა აშკარად როცა ადამიანი სქიზმაში გავიდა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც თვით ეკლესიის წიაღში რჩებიან ადამიანები. აი თქვათ მე ვღდელი ეკლესიაში ვარ, არსად არ ვაპირებ წასვლას. მაგრამ ჩემებურად რაღაცა სისულელეს ვამტკიცებ, არა ჯანსაღად ფიქრობ მე თვითონ და წარმოვაჩენ ქრისტიანობას. და ჩემი ავტორიტეტით ვრდგუნავ სხვა ადამიანებს. და ისინი ვითარცაც ცხოვრები არა ქრისტიანული გაგებით მომდევენ და პირდაღებულები მიყურებენ. ეს თავისი არსით არის ტოტალიტარული სექტა იგივე და რომელიც ადამიანებს ართმევს ყველაზე ძვირფას, რაც მას ღმერთისაგან მიცემული აქვს თავისუფლებას და თავისუფლების წართმევასთან ერთად ამ ადამიანებს ართმევს შესაძლებლობას ცოცხალი ქრისტეს დანახვისა. და თითქმის მარადიულ სიცოცხლისაკენ სავალ გზას უკეტავს. ამიტომ თუ თქვენ ამის გამო სასუფეველს ვერ მოიპოვებთ, რომ ვიღაცას დაემონებით, თუნდაც თქვენს მიერ არჩეულ ავტორიტეტს, თუნდაც ეკლესიის წიაღში იყოთ, ეს იცოდეთ, რომ თქვენი ბრალია. არა მარტო იმისი, ვინც ესეთ ავტორიტეტს ქმნის თავის თავიდან, არამედ თქვენი ბრალიც არის, იმიტომ რომ თქვენთვის თავისუფლება არავის გაუქმებია. თქვენ უნდა შეძლოთ თქვენი თავისუფლების რეალიზება. ანუ ეს არის ერთი მხარე, როდესაც ადამიანი აი ესე აიჩევს ავტორიტეტს და თავისუფლებას შესწირავს მას როგორც კერპს, იმიტომ რომ მას თავისუფლების წვირთვა ეძნელება. მაგრამ არის მეორე უკიდურესობა, როდესაც ადამიანი უარყოფს ყოველგვარ ავტორიტეტს, ყოველგვარს ღმერთის ჩათვლით. მაგრამ სასაცილო ის არის, რომ ბევრ აღმოსავლურ რელიგიაში არის მსგავსი რაღაც. ბევრ აღმოსავლურ რელიგიებში, თანამედროვე მოდერნისტულ აღმოსავლურ რელიგიებში განსაკუთრებით. სასაცილო ის არის, რომ სიცარიე არც ერთი ადგილი სიცარიელი არ არჩება, ადამიანი ჭურჭელია და როგორც კი შენ უარყოფ ყველა ავტორიტეტს პრინციპულად და მათ შორის უარყოფ ღმერთს როგორც ავტორიტეტს, უფლებას არ აძლევ მას არსებობისა. იმ წუთში ავტორიტეტად წარმოჩნდება საკუთარი ინდივიდუალიზმი. რატო ხას უსვავ ინდივიდუალიზმს? იმიტომ რომ პიროვნებასაც ასე ებრძვიან. აი ესეთი მიმდინარეობები ებრძვიან პიროვნებას. იმიტომ რომ პიროვნება მოუხელთებელია, მას არ შეუძლია შენს ესე იგი ბოლომდე დაიმორჩილო და ის ყოველთვის გაგისხლტება შენი ბუნებიდან. ამიტომ პიროვნებას შენში თითქოს აუქმებ. პრინციპში იმიტომ აუქმებ, რომ ღმერთი გააუქმე, როგორც ცოცხალი არსება, ანუ პიროვნება. და შენი ინდივიდუალიზმი თავისი ქვენა მიდრეკილებებისა და განცდების თავისი აი ცუდი ოხშივარით კვებავს უკვე შენ ცნობიერებას და ის ხდება ავტორიტეტი. და საკუთარი თავი, დაცემული ბუნება, რასაც გაწვდის, ის ხდება შენთვის ავტორიტეტი. უკიდურესი სუბიექტივიზმი, უკიდურესი. და ეს გამართლებულია იმით, რომ არავინ შენი გონება არ აურიოს, არავინ შენი გონება არ დაიმორჩილოს, არავინ არ გახდეს შენ ზემოთ ჯდომარე, როგორც დიქტატორი და როგორც ესე იგი შენი თავისუფლების წამთმეველი. ქრისტიანობა ორივე გზას უარყოფს. ქრისტიანობა ერთის მხრივ გვეუბნება, რომ უნდა იყოთ აბსოლუტურად თავისუფალნი და არავის უნდა დაუჯერო, იმიტომ რომ ის არის და ის საუბრობს. მაგრამ მეორეს მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ქმნილებანი ვართ, თან დაცემული ინდივიდუალიზმით, დაცემული ბუნებით და ჩვენთვის ყოველთვის უნდა არსებობდეს სამყაროს შემოქმედი ცოცხალი ღმერთი, მით უმეტეს ქრისტიანობა ვიცით ის ადამიანად მოვიდა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენ აი ამ თითქოს და ესე იგი ამორფულ სამყაროში გვაქვს ღერძი, გვაქვს ათვლის წერტილი, გვაქვს ნიშნული, გვაქვს შუქურა, საიდკენაც მიზან მიმართულად მივისწრაფი და მივდივართ. და ყველაფერი, მათ შორის ჩვენი თავისუფლების შემოწმება, თავისუფალი არჩევანის შემოწმება და კრიტიკა და ამავე დროს თითოეული ავტორიტეტის, მიწიერი ავტორიტეტის შემოწმება და კრიტიკა ხდება სწორედ იმ ნიშნულის მიხედვით. თუ ადამიანი რამეს მასწავლის, რამდენად თანხმობაშია ქრისტეს სწავლებასთან,
და თუ ჩემი თავისუფლებას რეალიზებაზეა საუბარი, რამდენად არის ეს თავისუფლება ქრისტესთან მიმყვანებელი და არა თვითმიზანი. ჩვენ ქრისტიანებს სწორედ ესეთი ნიშნული გვაქვს. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსწავლობთ რა ქრისტიანობას, ახლა ამ თემაზე მე იმიტომ საუბრობ, რომ ჯვარი ძალიან რთული გასაგებია. ჩვენ მრავალ ავტორიტეტს წავიკითხავთ, რომ გადაშალოთ, თქვა, წიგნები, იგივე ინტერნეტში შეხვიდეთ, ჯვარზე უამრავი რამე წერია. და არა მარტო ჯვარზე, ყველაფერზე, ახლა ჩვენ უბრალოდ ჯვრის თაყვანისცემის დღეა, კითხულობთ, უსმენთ და გრძნობ, რომ ეს შენი არ არის. იმიტომ რომ ლოგიკურად შენთვის ძალიან ბევრი რამე მაინც გაუგებარია. ის ვინც საუბრობს, იმისთვის გასაგებია შეიძლება, მაგრამ შენთვის გაუგებარია. შენ რჩება ორი გზა, ან დაუჯერო, ან არ დაუჯერო. დაუჯერო, მაგრამ შენთვის მკვდარია, არ დაუჯერო და ჯვარს უარყოფ, მაგრამ არის მესამე გზა. შენ თვითონ შინაგანად იცი რომ ჭეშმარიტებაა, მაგრამ ვერ იგებ, შენ თვითონ განიცადო თუ რა არის ჯვარი. და ეს ერთადერთი გზა არსებობს ამისი. შენ თავად მიუახლოვდე ჯვარცმულს. შენ თავად გახდე მისი მცნობელი, მისი მიმბაძველი და მისი მსგავსებისაკენ ისწრაფო. ანუ ერთადერთი გზა რჩება, შენ თავად გახდე ქრისტეს შემოსილი. სხვა გზა, აი ამ დიდი საიდუმლოების, რასაც ჯვარი ქვია, სხვა გზა ამ საიდუმლოების გაგების არ არსებობს. ამიტომ ჩვენ როცა და ქრისტიანობაში ვსწავლობთ, ქრისტიანობა წიგნიერი რელიგია, არ შეიძლება ქრისტიანობაში არ ისწავლოთ, ჩვენ სულ უნდა ვისწავლოთ. ვსწავლობთ წმინდა მამათა დაწერილი ლოცვებით, ვსწავლობთ წმინდა წერილით, ვსწავლობთ წმინდა მამათა თხუზულებებით. მაგრამ ნიშნავს თუ არა, რომ ჩვენ ვსწავლობთ ქრისტიანობას, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ აღვივსოთ ცოდნით, რომელსაც სხვებისაგან, ავტორიტეტებისაგან ვიღებთ. და ნიშნავს თუ არა, რომ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ სხვისი გამოცდილებით უნდა ავივსოთ უბრალოდ. და უნდა გქონდეს თუ არა საკუთარი ცოდნა და საკუთარი გამოცდილება. აუცილებლად უნდა გქონდეს. და მე ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითი, რომელსაც ახლა მოგიკითხავთ, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი რომ გვასწავლის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, მისი სიტყვები, ეს არის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის პირველი ეპისტოლე, მეორე თავი. და თქვენცა ცხებულება არის მადლის მოსვლა ჩვენთან. მირონცხებასთან კავშირშია, ეს ძველი აღთქმის ტერმინია, როცა მირონცხებით სულიწმინდის მადლი გარდამოდიოდა. ანუ ცხებულება ნიშნავს მადლმოსილებას. ანუ ღმერთის ენერგიის ჩვენთან ყოფობას. და აი ქრისტიანებს გვეუბნება იოანე მოციქული. და თქვენცა ცხებულება იგი, რომელი მიიღეთ მისგან ღმერთისაგან. თქვენთანა ჰგიეს და არა გიხმს, ანუ არ გჭირდებათ. ვითარცა ვინ გასწავა თქვენ, ანუ არ გჭირდებათ სხვამ გასწავლოთ. იმიტომ რომ ის მადლი, რომელიც მიიღეთ თქვენთან არის, ღმერთისგან მიღებული ქრისტიანებში ეს მადლი არის. არ გჭირდებათ თქვენ სხვამ გასწავლოთ. არამედ თვით იგივე ცხებულებაი, ანუ ეს მადლი გასწავებს თქვენ ყოვლისათვის, ყველაფერს ის გასწავლით. გახსოვთ უფლის სიტყვები სულიწმინდაზე როცა საუბრობს, მე რაც გამცნეთ, რომ მოვა სულიწმინდა ნუგეშინის სემელი, სხვა ნუგეშინის სემელი ჩემს მაგივრად, ის ყველაფერს გასწავლით, რაც მე გამცნეთ. პავლე მოციქულს ვინ ასწავლა, რომ იესო ქრისტე ღმერთია, თავად ქრისტე. თუმცა აქ კიდევ არსებობს მეორე რამ, იგივე პავლე მოციქული გადაამოწმებს თავის ცოდნას, მომავალში ვიცით ხო, მოციქულებთან მივა, პეტრე მოციქულთან მივა. ეგ ცალკე თემაა, როცა შენი სუბიექტური ცოდნა, რომელიც გეძლევა, რამდენად ობიექტური ამოწმებ იმით, რომ ეკლესიის სხვა წევრებთან, მით უმეტეს წმინდა მამებთან, აბა იმათაც ხო ასწავლა, მე თუ მასწავლა ღმერთმა იმას არ ასწავლა? მე თუ მასწავლა იოანე ოქროპირს არ ასწავლა, ბასილიდიც არ ასწავლა? ხო? და ასე შემდეგ. აბა კითხო იმათ და აღმოჩნდება, რომ რაც შენ გასწავლა, წმინდანებსაც ის ასწავლა. და რაც წმინდანებმა იციან, შენც იმას გასწავლის და ეს სულ ჰარმონიაშია. ამიტომ დიახ, ყველაფერში და მათ შორის საიდუმლოებაში, ჯვრის საიდუმლოებაში, რომელსაც ჩვენი გამოხსნა მოხდა. ჩვენ სულ გვესმის, ჯვარზე გამოგვიხსნა ქრისტე. ხო, აბა გამოგვიხსნა, აბა ლოგიკურად განმარტეთ, რას ნიშნავს და თქვენ როგორ გეხება და მე როგორ მეხება და ეს ძალიან რთულია, მაგრამ არ გავიგოთ, არ უნდა ვიცოდეთ. კითხულობთ წმინდა წერილში,
პავლე მოციქული საუბრობს, თავად უფალი საუბრობს, წმინდა მამები საუბრობენ. ბოლომდე ეს გასაგები მაინც არ არის. მერე ცდილობენ რომ გაიგონ იურიდიული ტერმინები გამოიყენონ. გამოსყიდვა, გამოხსნა, სამართლიანობის აღდგენა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს იურიდიული ტერმინები ხო ხვდებით, ღმერთთან შეიძლება იურიდიული ტერმინები. ესე იგი ესეა ადამიანური ცდელობა, როგორმე რაღაცა გავიგო, მაგრამ მაინც გაუგებარია ბოლომდე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სწორად, რომ ეს ცხებულება, რომელიც ჩვენ მიგვიღი პოტენციურად ყველა ნათლღებული ვართ, მირონცხებული ვართ, მაზიარებლები ვართ, სინანულის საიდუმლობაში მონაწილეობას ღებულობთ, ვლოცულობთ, ვარხულობთ, ეკლესიურად ცხოვრობთ და ასე შემდეგ, როგორ არ არის ჩვენში ეს ცხებულება, მაგრამ ცხებულება ხომ რაღაც მოცემულობა არ არის ობიექტური ისეთი, რომელიც შენგან დამოუკიდებლად იარსებებს. ის შენგან დამოუკიდებლად შენში იარსებებს მხოლოდ ჩანასახში. ის რომ აღიზარდოს, ის რომ გაიზარდოს და მარო შენ გასწავლოს. ამისათვის შენ უნდა მისცე უფლება შენი მისდამის სწრაფით და მიმსგავსებით. ანუ შენ თუ ქრისტეს არ ემსგავსები და ქრისტე როგორია, ეს ჩვენ უნდა ცოტათი მაინც ვიცოდეთ. სულ მუდამ უნდა ვეძებდეთ. ჩვენ ხო არ გავართ ქრისტეს. ჩვენ არ გავ, ჩვენ შეპყრობილნი ამბიციებით, ეგოიზმით, შურით, ანგარებით, უსიყვარულობით, შეპყრობილი ვართ, აი როგორც ეშმაკეული როა შეპყრობილი ბოროტის სულით, ასე ვართ შეპყრობილნი ჩვენ აი ამ უბედურებებით. და სანამ შეპყრობილნი ვართ, შეუძლებელია რომ ჩვენ ქრისტეს ვგავდეთ და არ გავხარ ქრისტეს, ეს მას ნიშნავს რომ ის მადლი რომელიც ჩვენშია არ იწყებს აღორძინებას. და პლუს ამას დამატებით ემატება რომ ეშმაკი ცდილობს გაიკეთოს ნიღაბი, დაემსგავსოს სინათლის ანგელოს და ის გვასწავლიდეს შინაგანად, რომ ეს არის სწორე, ეს არის ნამდვილი, ეს განცდა, ეს შეგრძნება, ეს ხედვა, ეს დამოკიდებულება. რასაცოდავია წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც დამონებული ამ ვნებებს, რაც წეღან ჩამოვთვალე. ამის გამო მასში ეშმაკი უფრო დომინირებს ვიდრე მადლი და ეშმაკი ცდილობს, ეშმაკობს და ცდილობს რომ აცდნოს ადამიანი. და ასწავლის ეშმაკი და არა ღმერთი. ჩვენ რომ ნახოთ ეკლესიის ისტორია, განსაცვიფრებელ მაგალითებს ვნახავთ შემაძრწუნებელი უზნეობისა და გონება შეცდომილობისა იერარქებში. წარმოგიდგენთ იონე ოქროპირი ვახსენე. იონე ოქროპირი საეკლესიო კრებამ გამოუტანა განაჩენი. გესმით? რამდენი სასულიერო პირი ბოროტის სულით შეპყრობილი აღმოჩნდა. აქ ლაპარაკია იერარქებზე, მათ შორის ალექსანდრის პატრიარქზე. წარმოგიდგენიათ? ესე იგი, აი, რამდენი ადამიანი იყო აღსებული ბოროტის სულით, რომ აი ამ საოცარ საუნთელს ეკლესიაში ანთებულს იონე ოქროპირს საეკლესიო განაჩენი გამოუტანეს და იუდას ადრიდან. წარმოგიდგენია? როგორ ფიქრობთ, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ თუ ამგვარი რამ შეიძლება და მომხდარიყო, რატო არ შეიძლება დაგვემართოს ეს და რატო მოხდა იქ? იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, იმიტომ მოხდა რომ აი ის ვნებები, რომელიც ჩამოვთვალე, შური, ეგოიზმი, ანგარება, პატივმოყვარეობა, ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ის ჩვენ გავაბატონე და ჩვენ შეპყრობილნი აღმოვჩნდით მათით. და აი ეს ვნებები არ აძლევენ საშუალებას ჩვენში ღვთის სულის მყოფობას, არამედ მათი მიერ, მათი საშუალებით სუფევს ჩვენში დემონური სული და ჩვენ სულიწმინდის ტაძარი კი არ ვართ ამ შემთხვევაში. არამედ რაღაც წარმართული რაღაცა, ესე იგი, სარიტუალო რაღაცა შენობა ვართ. და ჩვენი ყოველი ქმედება გამშვენებული და შემკობილი ქრისტიანული ატრიბუტიკით და ტერმინოლოგიით და ნიღბით სინამდვილეში დემონური ქმედებებით არის ახსავს. ეს ემართება, ეს ემუქრება ერისკაცსაც და ნებისმიერ ხარისხში მყოფ სასულიერო პირსაც. არავინ ამისგან დაზღვეული არ არის. და როდესაც ადამიანი ესეა, წარმოგიდგენიათ მისი
მისი ღვთისმეტყველება, მისი ასეთი ადამიანის შემთხვევაში ღვთისმეტყველება, მსჯელობა საიდუმლოებრივ საკითხებზე, ჯვარზე. ამიტომ არის აი ჯვარზე უნდა ვისაუბრო. მოდი აბა ისაუბრო. ჯვარზე კი არა, საკუთარ თავზე უნდა ისაუბრო, რომ ცოტა გამოერკვე რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ რა ჯურის გამგები ვარ ახლა. როცა პატარა განსაცდელზე იმ წამსვე რაღაც ყურებს ჩამოყრი, რა ჯურის გამგები ვარ. რაცა უფალი დღეს მეუბნება, რომ უარყავ თავითვისი, აღიღენ ჯვარითვისი, შემომიდექმე, ვინც წარიწყმინდო სულითვისი, ჩემთვის გინასახარებისათვის მანაცხორ, ამის გამგები ვარ მე. ამის გამგები არა ვარ, ვერც ბოლო სიტყვებს ვერ გაიგებ, ვერ გავიგებ, ვერ მივიღებ, ვერ განვიცდი. არ მეკუთვნის ეს სიტყვები, არიან ვინმე აქ მდგომარენი. რომელმან არ იხილონ გემოს სიკვდილისა, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი მომავალი ძალითა. და გახსოვთ თაბორისეული ნათელი, ანუ ძერ კიდევ ცოცხალი იხილავო ღმერთს მის ღვთაებრივ ენერგიებში. და ყველა არა, არიან ვინმე აქ მდგომარენიო უფალი ამბობს. ვინ არიან აქ მდგომარენი? აი ესეთები, ისინი ვინც უარყოფენ თავიანთ თავს, აღიღებენ ჯვარსთვისას, თვის ჯვარს, წუწუნი კი არა, აიღებენ და გმირულად შეუდგებიან უფალს. და უარყოფენ თავს, წარიწყმენ თავს უფლისათვის და გინასახარებისათვის. აი ესეა. ღმერთი უნდა ვიცოდეთ, ღმერთს უნდა ვიცნობდეთ. და ჩვენ ვიცით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს უფალთან პიროვნულ ურთიერთობას. ცოდნა თეორიული, მე ადრე გითხარით, ხო? მიტროპოლიტი იოროთოს ლახოსის სიტყვებია თუ არ ვცდები. თეორიული ქრისტიანობა კლავს მართლმადიდებელ ეკლესიას, იმ სულს, იმ ძვირფას, რაც არის მართლმადიდებელ ეკლესიაში, კლავს. და რა არის თეორიული ქრისტიანობა? საუბარი ღმერთზე არის თეორიული ქრისტიანობა. ნებისმიერი საუბარი ღმერთზე არის თეორიული ქრისტიანობა. აგერ იოანე ამბობს, მახარებელი მე-17 თავში, თავის სახარებისა. ეს ადგილი თქვენ იცით, ხშირად ვამბობთ. ეს არის საუკუნო სიცოცხლე, რათა გიცნობდნენ შენ ერთს ჭეშმარიტ ღმერთს და ვინ შენ მოავლინე იესო ქრისტეს. აი ეს არის ცოდნა, როცა იცნობ ღმერთს. თუ ღმერთს არ იცნობ, ცოდნა არა გაქვს. თუ გაქვს, ეს ცოდნა მხოლოდ და მხოლოდ დამანგრეველია. რატომ? იმიტომ რომ ფარისეველი ხარ. ცოდნა გაქვს, ცხოვრება არა გაქვს, ღმერთს არ იცნობ და ცოდნა გაქვს, ფარისეველი ხარ. ეს არის ფარისევლობა არის რელიგიური ადამიანის მდგომარეობა. არარელიგიური ადამიანი ფარისეველი ვერ იქნება. რელიგიური ადამიანია ფარისეველი, ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს თეორიული ცოდნა, რომელსაც აქვს რიტუალური ცხოვრების გამოცდილება, რომელსაც შეიძლება ყავს ავტორიტეტები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აქვს გამოცდილება ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა, არ იცნობს მას. ეს ადამიანი აუცილებლად ფარისეველი იქნება. გამორიცხულია რომ ფარისეველი არ იყოს. ადამიანი, რომელიც არ იცნობს ქრისტეს, ის აუცილებლად ფარისეველი იქნება. რატო? გასაგებია, რელიგიურები იყვნენ და ლოცულობდნენ კიდევაც და ქრისტეს არ იცნობდნენ და მოკლეს. ქრისტეს არ იცნობ რას ნიშნავს? აი, რომ დაუფიქრდეთ. ადამიანი ცხოვრობს წლობით და წლობით, შეიძლება იყოს სასულიერო პირი ეს ადამიანი, შეიძლება ერისკაცი, წლობით და წლობით ცხოვრობს ქრისტიანულად. აღსარებელია, მაზიარებელია, შეიძლება თუ მღვდელია და წირველია, ხო, ქრისტეს სისხლხორცს მიახლება და ასე შემდეგ. თუ ქრისტეს არ იცნობს, შეიძლება რომ ის ფარისეველი არ იყოს. როგორ შეიძლება ადამიანი ეკლესიის წიაღში იყოს და ქრისტეს არ იცნობდეს? ვის სისხლხორცს მუდამ ეზიარება. თუ სასულიერო პირია, კიდე ქადაგებს კიდევაც და არ იცნობს ქრისტეს. აბა ვინ არის თუ არა ფარისეველი? იმიტომ რა, ესე იგი, შენ ამდენი წელი ცდილობდი და ქრისტე გაგექცა თუ არ მოვიდა შენ და თუ შენ გულთან არ ადგას. როგორ არ ადგას? ყველას გულთან დგას. რაშია მაშინ საქმე? საქმე იმაშია, რომ არ იღებ, არ გინდა. ძნელია. ესე ჯობია, რომ ის გარეშე იყო, უფრო გიადვილება, გეიოლება ცხოვრებას და ქრისტიანული ცხოვრებას. და მაშინ ფარისეველი ხარ. იმიტომ რომ ვერ ცნობ, იმიტომ რომ შენ რომ ერთხელ მაინც დაგენახა. და თუ დაინახე და არ მიიღე და თუ ვერ დაინახე, ან დაინახე და არ მიიღე, სულ ერთია. ზოგმა ვერ იცნო, ზოგმა იცნო და უარყო. ქრისტე. ესე იგი, ან იცანი და არ გინდა, ან არიც ვერ იცანი, სულ ერთია, ფარისეველი ხარ.
ფარისევლობა საშინელება. აი ჩვენ ხშირად საუბრობთ იესოს ლოცვაზე. იესოს ლოცვა არის გასაღები. ვინიცის დღეს ერთადერთი გასაღები. ეს არის ერთგვარი ტესტი, თუდი სიტყვა ახლა, ხო? საკუთარი თავისათვის. რამდენად შენ შეგიძლია, თუ არ იცნობ, რამდენად შეგიძლია მაინც რომ ქრისტე გაიცნო, რამდენად გინდა რომ ქრისტესთან იყო. გასაგებია იესოს ლოცვამდე ადამიანი უნდა მივიდეს. ამაზე არ არის საუბარი. მე ვგულისხმობ ადამიანს, რომელმაც დიდი ხანია ქრისტიანულად იცხოვრა. და ხო უნდა დადგეს დრო, რომ შენ აასწავლო საკუთარ თავს მუდამ ქრისტესთან ყოფობა სინანულით. ხომ დგება ამის დრო, იმიტომ რომ ჩვენი მარადიული სიცოცხლე ხო მუდამ ქრისტესთან ყოფობაა. და ხო უნდა აასწავლო შენ თავს ეს ერთხელ და სამუდამოდ, ხომ უნდა დაიწყოს ჩვენ ცხოვრებაში ეს. ხო არ შეიძლება რომ წლობით და წლობით ქრისტიანულად ვიცხოვრო და არ შემეძლოს. ცოტა ხანი მაინც, თუ დიდ ხანს არა, ქრისტესთან ყოფობა სინანული. ხომ არ შეიძლება ეს? და თუ არ შემიძლია რის იბრალია? რაც აღარ თქვი. მოდის და ვერ ვცნობ, ან ვცნობ, მაგრამ არ მინდა. აბა მესამე რა არის? აბა ისთვის ავარ ჩვენ აქ, თუ არა ქრისტესათვის? ამიტომ როცა ჩვენ ვერ ვცნობთ ქრისტეს, ვინ ჩვენ მოავლინე იესო ქრისტეო და შესაბამისად ვერ ვცნობთ მამას და ვერ ვცნობთ სულიწმინდას, იმიტომ რომ უფალო იესო ქრისტე აი ამ სამი სიტყვით რწმენით თქმა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა მამა გაძლევს ამ ნიჭს და სულიწმინდა გაძლევს უნარს ღმერთთან ყოფობისა და ძეს თავისთავად მოუხმო. როდესაც აი ეს შენთვის უცხოა და არ გვინდა ჩვენ ეს ჩვენთვის იყოს ცნობილი, მაშინ არ ვიცნობთ ჭეშმარიტ ღმერთს და ვინც მან მოავლინა იესო ქრისტეს და მაშინ არ გვაქვს საუკუნო სიცოცხლე და გვაქვს რელიგიური ცხოვრება, ესე იგი ვართ ფარისევლები. მაშინ ჩვენი ნებისმიერი ბრძოლობა ჯვარზე ისეთი სასაცილო. ჯვართან დაკავშირებით უნდა ითქვას ესეთი რამ, რომ ღმერთი რომ ადამიანად მოვიდა და ჯვარზე მოკვდა და საერთოდ ადამიანად რომ მოვიდა ღმერთი. ძალიან ტერმინოლოგიური თვალსაზრისით და თვისებითი თვალსაზრისით რაღაც უცნაური რამ მოხდა. ანუ ადამიანური თვისებები და ღვთაებრივი თვისებები ღმერთისა და თვისებები ადამიანისა გადაეჯაჭვა ერთმანეთს და ტერმინოლოგიურად ქრისტეში შეიძლება ერთი მეორეს მივაკუთვნოთ და მეორე პირველს მივაკუთვნოთ. აი მაგალითად ჩვენ ვამბობთ ესეთ რაღაცას, ღმერთი იშვა. რა უცნაურია, ხო, ღმერთი როგორ უნდა იშვას? მაგრამ ჩვენ ვამბობთ, ხო, ქრისტე იშვა ბეთლემსაო, იშვა. ჩვენ ვამბობთ, ხო, ღვთისმშობელი, ანუ ღმერთის დედა, ღმერთის მშობელი. რას ნიშნავს ეს, ხო? ანუ ადამიანურად იშვა, მაგრამ ეს ამავე დროს ჩვენ ეს ადამიანურ თვისებას, რასაც ქვია დაბადება, ამას ღმერთს მივაწერთ და ეს ამას ქრისტიანული ღვთისმეტყველება გუობს, იღებს, იმიტომ რომ სუბიექტი, პერსონა, პიროვნება ერთია, რომელიც იშვა და რომელიც მუდამ მამასთან და სულიწმინდასთან ერთადაა. ღმერთი იტანჯა, ტანჯული ღმერთი, ესეც ქრისტიანული ტერმინოლოგია. ღმერთი მოკვდა, ესეც უცნაურია, ხო, ყველა არ შეიძლება. შესაბამისად, ქრისტეს მიერ ადამიანიც თითოეული ჩვენთაგანიც განსაკუთრებულ ურთიერთობაში შედის ღმერთთან. და ჩვენ ხვდებით ქრისტეს, ანუ ძე ღმერთის, რა ხვდებით, გაიხსენეთ თქვენ მეგობარნი ჩემნი ხარ. უთხარით ძმათა ჩემთა. ჩვენ ღმერთის ხვდებით მეგობრები, ჩვენ ღმერთის ხვდებით ძმა. პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ხვდებით მისი თანამემკვიდრე. გახსოვთ, თანამემკვიდრე. ანუ რას ნიშნავს? მამის შვილი. ოღონდ მადლით, ძე ღმერთი არის მამის შვილი ბუნებით, იმიტომ რომ ერთი ბუნება აქვს, ხოლო თითოეული ადამიანი სწორედ ქრისტეს მიერ ხდება მამის შვილი, ოღონდ მადლით.
ეს ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენთაგანი ხდება მეოთხე ყოვლადწმინდა სამებაში. ამაზე ხშირად გვითხოვს. და როგორც პავლე მოციქული ამბობს, თითოეული ადამიანი ხდება ოჯახის, ღვთაებრივი ღმერთის ოჯახის წევრი. სახლეულ ღმრთისა, პავლე მოციქულის სიტყვებია. სახლეულ, ანუ ოჯახის წევრი ღმერთისა. გოლგოთაზე თითოეული ჩვენთაგანი იოანე მოციქულში, ვინც მისებრ ვუერთგულებთ უფალს, გოლგოთაზე თითოეული ჩვენთაგანი უნდა გახდეს, ხდება თუ მისებრ ვუერთგულებთ, გოლგოთაზე თითოეული ჩვენთაგანი უნდა გახდეს შვილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. მაგრამ ნახეთ, ყოვლად და ეს რას ნიშნავს? როგორ შეიძლება რომ ადამიანი იყოს ღვთის ოჯახის წევრი, სახლეულ ღვთისა და არ იყოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შვილი. და როგორ უნდა იყოს ძმა და მეგობარი ქრისტესი, თუ არ იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შვილი. ხო გესმით? უფალი გვეუბნება, რომ ძმებს გვიწოდოს მეგობარს, პავლე მოციქული თანამემკვიდრეებს, ანუ ქრისტესთან რას ნიშნავს თანამემკვიდრე მამის, ანუ ქრისტეს ძმა ხარ, ხო? მაგას ნიშნავს. მამის შვილი. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? თუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შვილი არ იქნება. ანუ აი ეს საოცარი ერთობა, აი ადამიანური ტერმინებით რომ საუბრობთ ჩვენს ღმერთთან ყოფობაზე, შესაძლებელი ხდება მაშინ თუ ღვთისმშობლის შვილი ხარ. ხოლო ღვთისმშობლის შვილი ხდები მაშინ თუ ჯვრის წინ დგახარ, ჯვართან დგახარ, ჯვრის ქვეშ დგახარ გოლგოთაზე, ანუ ბოლომდე ერთგულებ ქრისტეს. ანუ ხედავთ, ჩვენი განღმრთობა აქედანაც ჩანს, ჩვენი ღმერთის ოჯახის წევრად ყოფობა, სახლეულ ღვთისად ყოფნა, ჩვენი მეგობრობა და ძმობა ქრისტესადმი, ყველაფერი განხორციელებული არის გოლგოთაზე, როცა შენ ღვთისმშობლის შვილი ხდები. ღვთისმშობლის შვილი ხდები იმიტომ, რომ შენ ქრისტეს ბოლომდე უერთგულე, როგორც ძმასა და მეგობარს. ასე რომ ეს ერთ-ერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნიშნულია, როცა ჯვარზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ღვთის ოჯახის წევრი ხდებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გოლგოთამდე უერთგულებთ ქრისტეს. რას თავშიც გითხარით, რომ ეს არის ჩვენი ღირსება ქრისტიანისა. არა მარტო ის, რომ ღმერთი ესე დამცირდა ჩვენთვის, არამედ ის, რომ ჩვენ სადამძეც წავიდა, იქამდე მივყვებით ღმერთს. ბოლომდე მივყვებით ღმერთს. საერთოდ ადამიანის მოქცევა ღმერთისკენ არის ძალიან რთული. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი არის არსება, რომელიც დაცემულობიდან გამომდინარე შეპყრობილია იმ წეღანდელი ვნებებით, რაც წეღან თქვი. ეს იწვევს იმას, რომ თუ ადამიანი ძალას დაინახავს, ადამიანი ამ ძალას კაცთმოთნეობით ემორჩილება და შინაგან ცვლილებას არ საჭიროებს. მართლა ძალას, აი თანამდებობის პირს მაგალითად, ხო? რაღაცა სტიქიას და ასე შემდეგ, სულაც არ არის აუცილებელი შინაგანად გარდაიქმნა, რომ მასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, თანაცხოვრება შეძლო. საკმარისია გარეგნულად შეიცვალო. ამას ადამიანთან ურთიერთობაში კაცთმოთნეობა ქვია, ცხოველთა შემთხვევაში მიმიკრია ქვია და ამას ადამიანებს კარგად ვახერხებთ, ხო? იგივე ქამელეონის ამბავი ვიცით. ადამიანი როგორც ცხოველი, ანუ გარეგანი არსება. იცulis რაღაც მანერებს, თვისებებს, მიმიკებს, ქცევებს, ქცევის ნორმებს, ესმით, რაღაც თვისებებს იძენს, გამოცდილებას, გარეგნულია ეს ყველაფერი, რომ როგორმე შეძლოს შეგუება რაღაც დიდ ძალასთან. სტიქიური ძალა იქნება ეს თუ პიროვნული ადამიანი თანამდებობა, თუ რაღაცა იქნება ესეთი. რომ როგორმე აი ამ სიტუაციაში გამორჩენა ნახოს, თავი გადაირჩინოს. ამიტომ ღმერთი, რომელიც როგორც ძალა გვეჩვენებოდა, თუ გვეჩვენებოდა, ჩვენ აი ასე მოვიქცეოდით. ამიტომ ღმერთი არ გვეჩვენება ჩვენ ეს. ხათაშორის არც 60-ში, კაცმა რო თქვას, 60-ში სიყვარულით ეძებს ადამს, სადახარ გახსოვთ, ხო? და აქაც ესია, ხო? და ჩვენ ვიცით, სადაც ძალას ავლეს, აი მაგალითად ძველ აღთქმაში, გამოსვლათა წინგში ღმერთი როგორ ავლენს თავის ძალმოსილებას, როცა ეგვიპტიდან გამოყავს ისრაელი. აბა ნახოთ ფარაონი. ფარაონი ხედავს ამ საოცარ ძალმოსილებას რა. ჭეშმარიტი მორწმუნე გახდა თუ რა? კაი, ფარაონს თავი დავანებოთ, ებრაელები.
ხედავენ ამ საოცარ ძალმოსილებას, ზღვას რო გააპოფე, ხა მეტი რაღა გინდა, წარმოიდგინე. ხედავენ ამ ძალმოსილებას. რა, მორწმუნეები გახდნენ ებრაელები თუ რა? რამდენი ადამიანი შევიდა იმ ძველი ებრაელებიდან, რომელმაც ეს ყველაფერი ნახეს, რამდენი ადამიანი შევიდა, ესე იგი, აღთქმულ ქვეყანაში. მე ხარ არ მახსოვს, ისუნავე და აი რამდენიმე ადამიანი, მოსეც კი ვერ შევიდა. დანარჩენები 40 წლის განმავლობაში გარდაიცვალენ უდაბნოში. ვერავინ ვერ შევიდა. ფაქტობრივად აი ისუნავე და რამდენიმე ადამიანი შეიძლება ასე ითქვას, თუ არ მეშლება კიდე რამდენიმე ბევრი ხო არ არის მე ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საოცარ, ანუ ძალას ხედავს ადამიანი მორწმუნე ვერ ხდება. ეს კიდევ ვიმეორებ, იმის გამო არა წეგან გითხარით. ძალას ადამიანი სხვანაირად ემორჩილება. ადამიანი რომ მართლა გახდეს ადამიანში რომ ღვთის ხატის რეალიზება მოხდეს და მსგავსი გახდეს ადამიანი შინაგანად უნდა შეიცვალოს. სინანული, მეტანოია, ანუ მეტამორფოზა, რომელიც არის პროცესი. და ეს რომ მოხდეს, ღმერთმა გააკეთა რა, მოვიდა ჩვენთან არა უსასრულო ძალმოსილებით, არამედ ჩვენთან მოვიდა უსასრულო გონებისათვის მიუწვდომელი სიყვარულით. და ღმერთი ყოველთვის ესე მოქმედებს. ფოთაში რომ ძველ აღთქმაში ადგილებს ნახავთ, რომ კითხულობ, გეგონება ღმერთი ტირისო. როცა საუბრობს ისრაელზე, რომელიც მას ღალატობს, მრუში ცოლივით. კერთაყვანისმცემლობაში ვარდება, მიდრეკილია ყოველგვარი საზღვრებისაკენ და ღმერთი რო საუბრობს, თითქოს ტირის წინასწარმეტყველის პირით როცა საუბრობს. და აი ქრისტე რომ თითოეულ ჩვენთაგანთან მოდის სიყვარულით, აი ეს რამდენიმე მაგალითი მინდა გაჩვენოთ. აი მაგალითად პავლე მოციქულის მოქცევა. პავლე, ძალიან ცუდად იქცევა. თუ საზღვრად იქცევა. სადაც ქრისტიანს დაენახავს, ყველას მოკლა უნდა და ყველას დაპატიმრება უნდა და თუ მთელი ენერგია, პავლე მოციქულს ენერგია, ხო ხედავთ არა? მთელი ენერგიას აქცევს ქრისტიანების წინააღმდეგ. ვერც ერთ ქრისტიანი ვერ გადაურჩებოდა ეს რო გაეგრძელებინა. აი ნახეთ როგორ მოექცევა პავლე მოციქული. სიტყვები ქრისტეს სიტყვებია. სავლე ერქვა. საულ, რა ისამდევნი მე? წარმოიდგინეთ, ღმერთი რო გეტყვის ესე. ღმერთი რო გეტყვის ესე, ძმებოდადებო, რატომ დევნი მე? წარმოგიდგენიათ ეს რა განცდა შეიძლება გაჩნდეს? საულ, რა ისამდევნი მე? და მე ნახეთ ფრთხილად ეუბნება, ფიცხელარს შენ და ანუ ძალიან ძნელიაო შენთვის წიხნა დეზისა 4-ცხენით ხო გარბის და გაგიჭირდება შენ აი ამ დეზის ცემა, როცა ჩემ წინააღმდეგ იბრძვი, რატომ დევნი მე? მან მიუგო და რქვა, შენ ვინ ხარ უფალო? მე ხა სინათლე ხო გაბდღვიალდა იქ, ხო? და ეს ხმა იქნებოდა ძალიან აი ესეთი ფაქიზი, ძალიან მოსიყვარულე, თბილი. ამიტომ ეს კი არ შეეშინდა, არამედ ეკითხება, შენ ვინ ხარ უფალო? ანუ ჩემო ბატონო, შენ ვინა ხარ? მე ვარ იესო, რომელსაც შენ მდევნი. აი აქ მე პირადად ხედავ დიდ სიყვარულს, რომელთაც ქრისტე მიდის პავლესთან. პეტრე, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა ასევე, გაიშვეს ქრისტესაკენ ხელს და ამბობს, მე ამ კაცს არ ვიცნობ. პეტრე, ყველაზე მეტად რო უყვარს ქრისტე, აი პეტრი ამბობს ესეთ რამეს. და აი უფლის ცევა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეხსენა პეტრეს სიტყვა იგი უფლისა, რომელი რქვა მას ვითარმედ ვიდრე ქათმის ხმობამდე სამგზის უარმყომე და განვიდა გარე და ტიროდა მწარე. აი პეტრეს ეს ხო გაგულისებულია პეტრე, შიშისაგან თუ რისგან, აი ესია რაღაცნაირად და შენ მასთან ახარ, მისი მოწაფე ხარ, სამჯერ ეუნებიან, არ ვიცნობ მაგკაც. და უცებ უფალმა მიხედა. როგორ მიხედავდა, წარმოგიდგენიათ? აი როგორ უნდა მიეხედა? თორე იქ ქრისტე იქ იყო რა, ხედავდა და ამ კაცს არ ვიცნობ და უცებ მიხედა. სიყვარული საოცარი ძალმოსილია სიყვარული. მე მოგიყევით ხო 48 ქალის მკვლელი სოციალურ ქსელში დევს, ძალიან საინტერესოა. 48 ქალის მკვლელი მანიაკია, დაპატიმრებული სასამართლოდან არის სცენა და
ეს ქალები დახოცა და თან ესეთი ის ქონდა, რომ არც ვიცნობდი არავის, აი ესე მანიაკია და ვიღაც შემთხვევით წაასწრებდა, სადღაც მოიტაცებდა, მოკლავდა და გამოდიან მისი საბოლოოდ ესე იგი ბოლოს სიტყვები აქვთ ამ ადამიანებს, რომლეთა შვილები, ცოლები, დები და ასე მოკლეს და მოკლა ამან და რა თქმა უნდა ბუნებრივია ლანძღავენ, წყევლიან, ჯოჯოხეთს უსურვებენ და მოკლედ აცამტვერებენ და არაფერი არ მოქმედებს ამაზე. თან ისეთი სიტყვები, ტირიანთან ის ადამიანები, შენ არ იცნობდი მას, შენებობ რომ მე არ მახსოვს, არ ჩვენთვის ისინი ძვირფასნი გვენატრებიან, მოკლედ ტირიან, მღავიან და წყევლაკურულას აყრიან და ჯოჯოხეთში უშვებენ, მოკლედ ასე სასტიკად. ამის სახი არის ცივი, გაყინული, ესე იგი არაფერი მასზე არ მოქმედებს. და მე გამოდის ერთი ადამიანი, ერთ-ერთი ბოლო ალბათ, რომელსაც ასევე შვილი ან ცოლი ან ვიღაცა მოუკლა და ესეუნება ძალიან აი შენ ყველა წევრი ან ჩხუბობენ, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან რთულია რომ ჩვენ სწორედ მოვიქცეთ. და სწორედ მოქცევაში გულისხმობს რაც ღმერთმა დაგვავალა, როგორ უნდა მოვექცეთ მტრებს. და ეუბნება რომ ძალიან ძნელია ჩვენთვის ასე სწორედ მოქცევა, მაგრამ მე არ დაგწევლი, არ გისურებ სულს, არ გისურებ ჯოჯოხეთს. მე მიპატიებია შენთვის. და ამას რა უცებ აქვითინდება, ესე იგი წარმოგიდგენიათ, აი ერთი ადამიანის, ცოდვილი ადამიანის, მორწმუნის, მაგრამ მაინც ხო ადამიანის, ცოდვილი ადამიანის სიყვარულმა, პატიება ამ ადამიანის შინაგანი სამყარო ამოატრიალა. ამოატრიალა შინაგანი სამყარო და ეს გაყინული, ეს მანიაკი, ეს საშინელი ადამიანი უცებ ქვითინს იწყებს. და წარმოგიდგენიათ, რა ძალა აქვს, რა ძალა ექნება ღმერთის უსასრულო სიყვარულს ჩვენდამი გამოვლენას. იუდასთვის ამბორის შესაძლებლობა გახსოვთ ხო აი როგორ არის მიახლა იუდა იესოს ამბორის ყოფად მისცა ხოლო იესო რქვა მას იუდა ამბორის ყოფითა მისცემა ძესა კაცისას ბოლომცდელობა ქრისტეს ბოლომცდელობა რომ ამ ადამიანში სინანული გააღვიძოს სიყვარული და ჯვარცმა სწორედ ეს არის ღმერთის სიყვარულის გამოვლინება ჩვენს მიმართ. ძალიან ღრმა არის ჯვრის საიდუმლოება, ძალიან დიდია. მისი წვდომა არის შეუძლებელი, მაგრამ ერთი რა ძალიან ადვილად გასაგებია ჩვენთვის, ეს არის რომ ეს არის უსასრულო სიყვარული ჩვენს მიმართ გამოვლენილი. როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ეშმაკიო, თუ შეინანებსო და ის ამბობს რომ ესე იგი მამების გამონათქვამი მოაქვს რომ თუ ეშმაკმა მაშინ არ შეინანა, როცა ჯვარცმული ღმერთი ადამიანებისათვის კვდებოდა, მაშინ რაღამ უნდა შეზრას მისი გული და ვიმეორებთ ხოლმე მე ჩვენ რომ ადამიანი რომელმაც იცის რომ ღმერთი ჩვენთვის მოკვდა და ჩვენ მაინც არ გვსურს ვიყოთ ქრისტეს მიმდევარნი და ერთგულნი, მაშინ რაღამ უნდა შეზრას ჩვენი გული, რაღა უნდა მოხდეს სამყაროში. და აი ჯვარცმის ეს ბოლო სიუჟეტი შეიძლება ასე ითქვას ავაზაკები ერთნაირად ცხოვრობენ მათი ცხოვრება იდენტურია ორივე ავაზაკია მაგრამ ნახეთ შინაგანის სამყარო როგორი განსხვავებული აქვს ეს ისეთ რას ნიშნავს ჯვარი აშიშულებს ჩვენ შინაგან სამყაროს გარეგანი ცხოვრების წესი არაფერს ნიშნავს შეიძლება ორივე ავაზაკი იყოს შეიძლება ორივე თქვათ ზნეობრივი ადამიანი იყოს, შეიძლება ორივე ურწმუნო იყოს, შეიძლება ორივე მორწმუნო იყოს, შეიძლება ორივე სასულიერო პირი იყოს. შეიძლება ორივე ათეისტი იყოს და ღვთისგმობი. ანუ გარეგანი ცხოვრების წესი, თქვათ გარკვეულ ჯგუფ ადამიანებს ერთნაირი ქონდეთ. და შეიძლება ძალიან ძნელად ვერ გავიგოთ სინამდვილეში შიგნით როგორები არიან. ჩვენ ეს ავაზაკები რო გაგვეცნო, აი ბოლო წამამდე, ხო? გვეგონება რომ ერთნაირად წყალში გადასაყრელები არიან. და ის ფარისევლები რო გაგვეცნო თქვათ ნიკოდიმოსი და სხვა, ვიფიქრებთ რომ აი ორივე როგორი ღვთისმოშიში და მორწმუნეა. მაგრამ ქრისტე რომ მოვიდა და ჯვარს ეცვა, იმ ორი ავაზაკიდან, ნახეთ, შინაგანი სამყარო როგორ გამოვლინდა. ერთი იღებს და მეორე უარყოფს. და იმ ორი ფარისევლიდან, ნიკოდიმოსიდან და სხვა, თქვათ რომელი ანადან ან კაიაფა ვინც იყვნენ, იქიდან ერთი იღებს და ერთი უარყოფს. ანუ ჯვარცმა, როგორც უსასრულო სიყვარულის გამოვლინება, ჩვენ შინაგან სამყაროს აშიშულებს. და
და წარმოაჩენს შეგვიძლია თუ არა ჩვენ ადამიანებს მიუხედავად ჩვენი სოციალური, რელიგიური, ზნეობრივი და ასე შემდეგ მდგომარეობისა შეგვიძლია თუ არა ამ უსასრულო სიყვარულის დანახვა ამის უნარი გვაქვს თუ არა გვაქვს ჩვენ არ გვეგონოს რადგან აქ ვართ რომ ჩვენ ეს სიყვარული დავინახეთ იმიტომ წეღან გახსენებთ ფარისევლობაზე ვსაუბრობდი. ადამიანი შეიძლება იყოს აქ ნებისმიერ იერარქიაში ერისკაციდან დამთავრებული სულ ზემოთ, მაგრამ სიყვარული ვერ დაინახოს ის უსასრულო სიყვარული. გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, აქ მყოფობა ნომინალურად არაფერს ნიშნავს. შეიძლება ვიღაცამ დასვას კითხვა, აბა ვინ დაინახა და ვინ ვერ დაინახა და შენ თუ დაინახე მამაო საერთოდ? არ ვიცი. მე მაქვს ეჭვი, რომ მე ჯერ ეს არ დამინახავს. მე მაქვს ეჭვი რომ ვერ დავინახე ეს სიყვარული. იმიტომ რომ მე სიყვარული დამენახა, ეს უსასრულო სიყვარული ქრისტესი ჩვენს მიმართ. მე ცოტა სხვანაირად უნდა ვცხოვრობდე, სხვანაირი გულისთქმები მქონდეს, სხვანაირი შინაგანი სამყარო მქონდეს, სხვანაირი დამოკიდებულება უნდა მქონდეს ადამიანებისადმი. მე ჩემ თავზე ვსაუბრობ, თქვენ ვერცეც ვერ შეგეხებით. იმიტომ რომ მე არასოდეს მე მქონდა და ღმერთმა დამიფაროს მქონდეს პრეტენზია, ვინმე შინაგანი სამყარო დავინახო. ჩვენ თვითონ უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში ჩვენ ვინა ვართ დაგვინახავს თუ არ დაგვინახავს ის უსასრულო სიყვარული რომელმაც ღმერთმა ჯვრიდან გვიქადაგა და არასოდეს დაგვავიწყდეს ავაზაკი რომელსაც აღმოაჩნდა ეს უნარი ამ სიყვარულის დანახვისა და მოციქული იუდა რომელიც მისიონერობდა და ქრისტეს ქადაგებდა ამ სიყვარულის უნარის დანახვა ამ სიყვარულის დანახვის უნარი არ აღმოაჩნდა და არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ სიტყვები, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ზიარებისას ვამბობთ. არა ამბორს გიყო, ვითარცა იუდა. რა არის იუდას ამბორი, კაცმა რო თქვას. ეს არის ნომინალური ფარისეველი ქრისტიანი, რომელიც ეზიარება და ღვთისახელს ახსენებს და ლოცულობს, მაგრამ ვერ ხედავს უსასრულო სიყვარულს ნაქადაგებს ჯვრიდან. არა ამბორს გიყო ვითარციო იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღიარებდა. რა არის ავაზაკის, როგორია, რას ნიშნავს ავაზაკი ვითხედავდე? დაიმდაბლო თავი და ავაზაკთან ერთად აღიარებდე, მომიხსენე მე უფალო სასუფეველსა შენს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.